გურულ სიმღერაზე ბევრი თქმულა და ბევრის დაწერილა. უფრო მეტი არ თქმულა და არ დაწერილა. ერთი კი უდაოა. გურული სიმღერების მსმენელი, ეს იქნება პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი ადამიანი, უდაოდ ჩაუგდია დაუსრულებელ ფიქრთა მორევში. სხვადასხვა დროს ქართველი თუ არაქართველი სასიმღერო ფოლკლორის მკვლევარი ცდილობდა ამოეხსნა თუ რა გახლავთ გურული სიმღერის ჰარმონიული სტრუქტურა. ეს არის ბგერის, მელოდიის უნიკალური კომბინაცია და ის ჟღერს განსაკუთრებულად და საუცხოოდ და ის აბსოლუტურად განსხვავებულია მსოფლიო მუსიკის ფუძისგან. თქვენ ახლა მოისმენთ სწორედ გურულ სიმღერას, რომელსაც ასრულებს ლანჩხუთლები სოფელ მამათიდან. გამარჯობა, სტუმრებს ველოდებით. და ყველაფერი შეგაკეთდა და ლამაზად. ისე ჯანმრთელობა ხდება კარგი. რაში ეს? გამარჯობა ბაბუები. როგორ ხართ? ბევრი ხوار გავუდინით. როგორ ძანდებით? კარგად. გამარჯობა მშვიდობას. თუ გაუმარჯოს თუ გუუმარჯოს თუ რამერი წვიან თქვენ. გაუმარჯოს. დილას აფერი წყით თქვენ. რო ხდებით ერთმანეთს. რაზე ლაპარაკით იწყებთ? ზოგჯერ დილა მშვიდობისას ვეთქვი, ზოგჯერ გამარჯობა და რაზე ლაპარაკით იწყებთ ეს რომ მითხრათ? აი რა თემაზე ლაპარაკობთ დილას? იგებს აფერდამშიო. აშია, აფერგად შეფთებ. თუ მომღერალ შეფთი, სიმღერაზე იწყებ, ამბავდა. მშვიდობაზე იწყებ. ყანის ამბავზე და მარუნტულა. დახნული თულა. მიწასთან თუ მუშაობთ თქვენ? მიწასთან მუშაობ და ახლა თუ მუშაობთ? კი, ფარა. კომუნისტების დროს მუშაობდით? როგორ არა? ესე იგი მაშინაც მუშაობთ და ახლაც მუშაობთ. წევით ახლა სამუშაოთ მაგრამ. წევით. ბაროა, ეხლა ბაროა. ზად ვარ მე ვიწყინოთ რამე ხوار თქვა. გურიაში მარა სურმაძინძინგეი ვარა მილიენა
ახლა თქვენ მოისმენთ საგალობელს მერცხალო მშვენიერო, რომელიც იოანე ნათლისმცემლ გახლავთ და ამოხუცებს შეასწავლა ბებური გოგუაძემ სოფელ ძიმითიდან. Adios.
Udaya ibnosa morcho Sitzotzlis macharo pelo Unebisa char shveneba Itzo tzleda Ichik chemo malchazo რომ მითხრათ ახლა ეს ბიჭები ახალგაზრდა ბიჭები ასე ვთქვათ რომელია ყველაზე პუნქტუალური ვინ აგვიანებს ვინ გაჯავრებს რევოლუციაზე ალახვიო გინა ჩემი თავი განარიან ეგეთ აფერყება თვალებს რა აი მაშინ ყველაზე პუნქტუალური ვინცა ის რო გითხრათ ყველაზე პუნქტუალური თურმიშხა ახანა აფერა მიშაიჩი მართლა ყველა პუნქტუალური არის ახანა კაცი რაიონში ახლა დღეს შეიძლება არ იცოდნენ რომ იწერება ხან აი არის მე მაგალითად მყავდა რომ დავამთავრე ჩვენ სოფელში ანსამბლი მეგობრობა შევარ მეგობრული მითქო შეკრებილი კაცი არ კითხულობდა იმის ამბავს სანამ ტელევიზიაში თამაში არზე ვიყავ არ დაინახე ხო იგენი ჩვენ სოფელში ისი ახლა ახანა აგინი ახლა თავიდან პრომეთე და იგი აღარ არის რომ იყო შორნაძე მან ჩუღარა საფუძველი აუზი შექმნას მაგრამ მე შენარჩუნება ხო გინდოდა ამანსავლის შენარჩუნებაში რომ იყო რეული დროი დიდი წვლილი თამაშა ყოფილმა გამგებელმა დათო თავეთამ შეინარჩუნა აი ანსამბლი ახლა შეიძლება რო ვთქვათ აი ფილოში რო ვთქვათ ნებისმიერი გალობა გალობა არა მადლობელი თქვათ მადლობელი თქვათ თქვენ გაქვთ საინტერესო ვარიანტი იოანეს იყო ლანჩხუთელი წარმოშობით ივანე ჩხაიძე სოფელ სუბსიდა კარგი მომღერალი ძალიან და მან შექმნა შრომის სიმღერა რომელიც მე შეიტანეს რეპერტუარში და სიმონიშვილს 34 წელს ეკადაზე იყო მაგინით ეკადას უძახოდნენ სოხუმში სადაც გრამფირფიტები ჩასწერეს და იქ შეტანილი აქვს რეპერტუარში. დღეს ნაკლებად იმღერება რა თქმა უნდა სიმღერა, მაგრამ მე როგორც იმშრომლობის ის ვარ რა ქვია აი წარმომადგენელი მამაჩემი სიმღერო და თუ სამეუმღერია და ვცდილობ საერთოდ ჩვენ ყველა მეც ისეთი სკოლა დავამთავრე გიორგი სალუკვაძესთან რომ ვეძებთ ამ მიკარქულ სიმღერებს რომ არდი ეკარქოს ძალიან მინდოდა რომ ეს სიმღერა ყოფილიყო და ახლა გურული სიმღერა შეიძლება იქნებოდა მით უმეტეს მაშინ ყიმანჭული რომ გარეგულიყო
გასმენინეცა. ამოვნებით მოგესწრა. ხო არ ვიცით რა შრომის დროს იმღერებოდა ეს? ახლა შრომის სიმღერა ქვიოდა და ისეთი იგი იყო ლექსი ამაში რომ ვითომ არ გვეზარება ჩვენ სიმღერაო და ამიტომ ვღერე ვართო და ახლა მაგას ვღეროდნენ ანის თოხნის დროსაც რომ დაიღლებოდნენ დაიჟებოდნენ მაშინ ვღეროდნენ და ყოველთვის თუკი მომღერლები იყო ამ თავი ეს არის ორპირი სიმღერა Simღერა შემოუძახელა